მე მინდა ერთგვარად გავაგრძელო ის თემა, რომელიც წამოწია ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც ეხება კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირებას და რომელთა შორის ინიციატორთა შორის სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ორი წევრის გამოკლებით მთელი საპარლამენტო უმცირესობა მონაწილეობს. მე თქვენთან ბატონებო, ბატონ ლევან, ბატონო გიორგი, ვინც მონაწილეობდით ამ საყოველთაო სახალხო განხილვის პირველ ხდომაში, მინდა შეგეკითხოთ, იზიარებთ თუ არა იმ მორალურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ ტვირთს, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ აკიდათ თქვენ, როდესაც ზაფხულში განაცხადა, რომ იგი ერთგული რჩება რეფერენდუმის შედეგების, რომ მან 2005 წელს სწორედ რეფერენდუმზე დაყრდნობით მოახდინა ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებებისა და რომ არა ოპოზიციის ერთი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნისა, იგი მხარს არ დაუჭერდა დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 150-დან 190-მდე. მე მრჩება შტაბ-ჭრილება და გუშინდელმა ფრაქციის ღია სხდომამაც დაადასტურა ნათლად, რომ საზოგადოების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი და უმძლავრესი ნაწილი პოლიტიკური ინსპექტორისა, რომელიც არ მონაწილეობს თქვენთან ერთად ამ ალიანსში, მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური კანონის ინიცირება როგორც აქტი არის უკანონო. მეცაც გეტყვით. თავად იმ შეხვედრებში უმრავლესობა არ მონაწილეობს აქტიურად. როგორც ჩანს, უმრავლესობა ძალიან კარგად აცნობიერებს როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფაქტია და ფაქტი ჯიუტია, რომ უმრავლესობის მხრიდან არ ისმის დაჟინებული მოთხოვნები დეპუტატთა რაოდენობის გაზრდისა. მე კიდევ და კიდევ არავითარ შემთხვევაში ნიშნის მოგებით ამას არ გეუბნებით. სანამ დროა ხალხო გონს მოეგეთ. გონს მოეგეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდია ის ტვირთი პასუხისმგებლობისა, რომელსაც საზოგადოება თქვენ გაკისრებთ უკვე. და გუშინ ღიად სხდომაზე მე თქვენ მოგიწვიეთ ბატონ ლევან რადიო უცნობის პირდაპირ ეთერში გთხოვეთ, რომ მობრძანებულიყავით. პირდაპირ ეთერში გთხოვეთ, რომ მობრძანებულიყავით ბატონ კახაშვილთან ერთად და არ მობრძანდით. არ მობრძანდით. თქვენ შეგეძლოთ გუშინ აკადემიური წრეების წინაშე 4 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე, არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე დაგეცვათ თქვენი პოზიცია. და ბატონ გიორგი ახვლედიანს რომ უსმენდი ერთ-ერთ შეხვედრაზე, მისი არგუმენტი ერთადერთი იყო თურმე ის, რომ რეფერენდუმის შედეგები ერთი თვის ვადაში არ ასახულა. რეფერენდუმისა, რომელსაც აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მას არავითარი ვადები არ ზღუდავს. მეტიც რეფერენდუმის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. და ძალიან უსუსური და მეცაც გეტყვით ბატონ გიორგი, ძალიან სევდიანი სანახავი იყო თქვენი უსუსური მცდელობა საზოგადოებას გამკლავებოდით. საზოგადოებას, რომელიც მობრძანდა იქ არა საყოველთაო სახალხო განხილვისთვის, არამედ ერთი ფრაზის სათქმელად. ბატონებო, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არის უკანონო და ნუ აიღებთ ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენ თავზე. გმადლობთ. არის მის დეპუტატებს თხოვ დამშვიდნენ. ბაჩო მანდატურებს თხოვ დამშვიდონ დეპუტატები. საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაუშვებელია რეფერენდუმის ჩატარება იმ საკითხებზე, რომელიც რეგულირდება კანონით. ანუ დაუშვებელია რეფერენდუმით კანონის შეცვლა. და შეგახსენებთ, თუ იცით და თუ არ იცით, მიგითითებთ, რომ საპარლამენტო საარჩევნო სისტემა მით ჩამოთვლილია, ჩამოყალიბებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე იყო 2003 წელსაც. შესაბამისად, დაუშვებელია რეფერენდუმის მიღება ამ საკითხს. ამიტომ ამ რეფერენდუმის სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. დიახ, ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი პოზიცია, ვაღიარებთ, თუმცა ამავე დროს იყო ძალიან ხანგრძლივი დისკუსია, ძალიან ხანგრძლივი დებატები პარტიებს შორის ამ საკითხთან მიმართებაში და ვინაიდან ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ დობა საარჩევნო პროცესისადმი, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთი ტიპის შეთანხმებები დავიცვათ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონსოლიდირებული ვიყოთ ძირეულ საკითხებზე და ამ საკითხზე ჩვენ შევთავაზეთ აბსოლუტური უმრავლესობა პარტიებისა, რომელსაც აღებული აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, თქვენგან განსხვავებით. ამიტომ აქ მე მგონი სადავო არაფერი არ არის. კონსტიტუციურ თემას აქვს ორი მდგენელი. ერთი არის სამართლებრივი და ერთი არის პოლიტიკური.
სამართლებრივ საკითხზე ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ღამეების განმავლობაში ვიდაოთ და ბატონმა ლორდ კიბაინძემ ახსენა ასევე ვიყავით მის ეთერში და ვერ ერთ საათი ვიმჟელეთ ბატონ კახიაშვილიც იყო იქ მაგრამ ვერ დავასრულეთ ეს მსჯელობა იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული თემა რომელიც ეხება ფუნდამენტს ჩვენი სახელმწიფოს იმიტომ რომ თუ კი ღრმად ჩაუღრმავდებით შეიძლება მივიღოთ რომ ეს პარლამენტიც კი არალეგიტიმური და უკანონოა იმიტომ რომ თავის დროზე უკანონო ორგანომ გააუქმა უკანონო პროცედურით ორგანომ უკანონოდ გააუქმა ის არჩევნები იმიტომ რომ ეს უზენაეს სასამართლოს გადასაწყვეტი მაშინ მომენტში არ იყო და თან ცუდად მოიქცა გააუქმა ერთი ბიულეტენი რომელიც იყო პროპორციული და დატოვა მაჟორიტარული და რეფერენდუმი ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ 2003 წლის 2 ნოემბერს თუ გაყალბდა ერთი არჩევნები არ გაყალბდა სხვა ბიულეტენი და სხვა არჩევნები მაგრამ ამაზე ჩვენ შეგვიძლია მთელი ღამე ვიდავოთ 3 დღე ვიდაოთ და ამით პრობლემა ვერ ამოვწუროთ აქ არის პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკურ საკითხში მე ვფიქრობ, რომ ძალიან უნამოსოდ იქცევიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლები უნამოსოდ იქცევიან, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, ასე ვთქვათ, შეტენონ და აკიდონ პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ ეს პოპულარული თემა მართლა არ არის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეს მიუღებელია. ჩვენ მიგვაჩნია რომ პოლიტიკური კონსენსუსი შეიძლება მაღლა დავაყენოთ ვიდრე ამ მომენტში საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი სწორედ იმიტომ რომ ხვალ და ზეგ მათი ინტერესები უფრო მეტად იყოს დაცული პარლამენტში და მეორე თემა რომელიც ეხება პატარა პარტიებს და მულტიპარტიულ დემოკრატიას პატარა პარტიებს იმიტომ რომ ამ სისტემაში რომელსაც ჩვენ დახვდებოდით რომელიც უნდა გახორციელებულიყო პატარა პარტიები როგორცაა ჯონდი ბაღათორიას თუ სხვა პარტიები აგერ ცაგარეიშვილის თუ ამ შემდეგ მათ ექნებოდათ შესაძლებლობა სხვა დიდ პარტიებთან ერთად აღმოჩენილიყვნენ პარლამენტში და ეს მულტიპარტიული დემოკრატიისთვის იქნებოდა და იქნება კარგი მაგრამ როგორც ჩანს მათ ეს არ უნდათ კი ბატონო იყოს ისე როგორც არის დავტოვოთ ისე როგორც არის არ არის არც ეგ პრობლემა ბატონო დიმიტრი ბატონო ჯონდი დავტოვოთ 150 კაციანი პარლამენტი ეხლა მე არ ხუმრობ მართლა სავსებით სერიოზულად გეუბნებით დავტოვოთ 150 კაციანი პარლამენტი და პირობას გაძლევთ რომ ბევრი ის ადამიანი რომელიც თავის დროზე რვიანის ფორმატშიც ითხოვდა გაზრდას ოღონდ საჯაროდ იმის თავი არ მქონა რომ გამოსულიყო და ეთქვა და დღეს ეს ადამიანები ჩვენ გვაკრიტიკებენ რატო ამბობ უნამუსობა რვიანის ფორმატში ეს ადამიანები განიხილავდნენ გაზრდას რაოდენობის ეხლა გამოდიან გვეუბნებიან რატო ზრდითო აი ეგ არის უნამუსობა ამიტომ მე ყველას მოგიწოდებთ რომ გავაჩეროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა და ამ ადამიანები თვითონ მოვლენ და შეგვეხოცებიან თუ არ შეგვეხოცებიან არის სხვა ადგილები სადაც ისინი აღმოჩნდებიან იმიტომ რომ ყავთ ახალი ლიდერი რომელიც ატარებს ექსპერიმენტებს თვითგვადარჩენის ინსტინქტზე და კარგი ეგზემპლარები არიან სწორედ აი ამ ექსპერიმენტებისთვის და მეც და დარწმუნებული ვარ ბევრი ის ადამიანი რომელიც აი აქ ჩემი კოლეგა ზის აი ამ ექსპერიმენტების ძალიან კარგი მასალაა ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ შევაჩეროთ ეს განხილვები საკონსტიტუციო და დარჩეს თუნდაც ის რაც არის და მე ეს კოლეგები მოვიდნენ და მე გვიმკიცონ თავიანთ სიმართლე მადლობა ლევან მეფხოძემ უკვე განმარტათ რომ ამ გარკვეულ საკითხს ძალიან არაპოპულაროს და შეიძლება ითქვას ძალიან უმნიშვნელოვანეს ჩვენთვის დღეს ორი კონკრეტული საკითხი აქვს ეს არის იურიდიული და ეს არის პოლიტიკური ჩვენ პოლიტიკურ ორგანოში ვიმყოფებით უპირველეს ყოვლისა და იურიდიულმა კამათმა ძალიან შორს არ გაგვიტაცოს ძალიან კონკრეტულად უნდა აუხსნათ ის თუ რა წინაპირობა რა უპირატესობა და რა მნიშვნელობა ქონდა აი ამ მიმართულებას რასაც თქვა დეპუტატების 190-მდე გაზდას უპირველეს ყოვლისა ოპოზიციისათვის თუ ჩვენი კოლეგები დღეს ამ ოპოზიციური ფრაქციიდან ვერ ხვდებიან ვერანაირად რომ ის 40 დეპუტატის მიმატება 150 დეპუტატისათვის მომავალ პარლამენტში უპირველეს ყოვლისა პარლამენტში მულტიპარტიული მრავალპარტიული სისტემის ხელშეწყობას შეუწყობდა ხელს მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას და პარლამენტის გამრავალფეროვნებას შეუწყობდა ხელს ეს მათი პრობლემაა და ძალიან წუხვა რომ ზოგიერთ ჩემს კოლეგას რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ საქმეთან მიმართებაში ადეკვატურად იქცეოდა ხოლმე ბოლოს 3 წლის განმავლობაში დღეს თურმე საწყალობლად მოეჩენა ჩემი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით რომ რეალურად სწორედ ოპოზიციურ პოლიტიკური სპექტრის გაგაძლიერებაზე იყო ეს ნაბიჯი გადასადგმელი დიახ ბატონებო არანაირად ხელისუფლებას გულზე არ ეხატებოდა ის რეალობა რომელიც 190 კაციან პარლამენტს უკავშირდებოდა იმიტომ რომ 150 კაციანი პარლამენტი ჩემო მეგობრებო უპირველეს ყოვლისა მათ აძლევს ხელს დიახ 75
75-ზე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, რომელიც ოდესმე იქნება მომავალში, ყოველთვის გამოიყენებს ამ ბერკეს და 75 მაჟორიტარი ყოველთვის გადაწყვეტს პარლამენტის ნახევარის ბედს და ყოველთვის პრაქტიკულ უმრავლესობაში იქნებიან არჩევნების დაწყებამდე. ეს გინდათ ხო თქვენ? რახან ეს გინდა თქვენ, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ რეალურად ვერ აფასებთ იმას, რომ ხვალ როგორ უნდა გაძლიერდეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და როგორ უნდა მოხდეს მისი მულტიპარტიულობა. დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ ხა თურმე ჩვენ გავზარდეთ ეხლა და ჩვენ ვითხოვთ ოპოზიციის პარლამენტის გაზრდას 490-მდე და მეორე ამას ხელისუფლება ამბობს და მეორე კუთხით თქვენ კიდე აქ გვაკრიტიკებთ იმაზე, რომ შინო არა გაქვთ ელემენტარულად, რომ იმაზე ისაუბროთ, რომ ყოველთვის თანახმანი იყავით, საჭიროების შემთხვევაში მაგ კომპრომისზე წასულიყავით, მაგრამ დღეს ერთი ადგილიც არ აქვს მაგისთვის. აქედან გამომდინარე გეუბნებით, ჩვენ გამოვიწევთ ჩვენს ხელმოწერებს, მაგრამ იცოდეთ რომ ის რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 150 კაციან პარლამენტში ისევ აღმოჩნდება რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს ეხება სერიოზული პრობლემა და იწევით პირველში თქვენ, აი მაშინ ვილაპარაკოთ პასუხისგებლობაზე. მადლობა. მე მგონი არავის არაფერი არ დაგვავიწყდა. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი ჩვენი მოლაპარაკებისა პოლიტიკურ პარტიებთან. ნაწილ ამ პარტიებთან მოხდა პოლიტიკური შეთანხმება, მათ შორის ამ საკითხზე და არანაირი პანაცეა არ არის არც 190 დეპუტატის საკითხი და 150 დეპუტატის საკითხი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური შეთანხმება. და ეს პოლიტიკური შეთანხმება მოხდა, ამასაც შეგახსენებთ, ჩვენ კომპრომისულად დავთანხმდით იმ მოთხოვნაზე, რომელ მოთხოვნასაც ჩვენ გვიყენებდნენ, რომ გავაძლიეროთ მულტიპარტიული, მრავალპარტიული სისტემა და მეტი შანსი მივცეთ ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დემოკრატიაში და ამაზე ჩვენ დავთანხმდით. ეს იყო ჩვენი მხრიდან თანხმობა მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს. და მართლა ძალიან არალოგიკურია დღეს ასეთი პათეტიური ტონით ჩვენგან მოთხოვნა იმისა, თუ რატო დავთანხმდით იმას, რასაც ითხოვდნენ თავად ჩვენი ოპოზიციური კოლეგები. მადლობთ. საკმაოდ ცხარე და ზოგიერთ შემთხვევაში ფარგლებს გაცილებული ყოველგვარი მორალს გაცილებულ გამონათქვამებს და შეფასებებს ვისმენთ ხოლმე ამ დარბაზში. მე შევეცდები რომ არ ავღელდე, ნაკლები პათეტიკა გაურიო ჩემს სიტყვებს და ცივიგონებით შევაფასო როგორც ეს გამომივა ჩვენი კოლეგების, როგორც ეგრეთ წოდებული უმცირესობიდან ისე უმრავლესობიდან გამოსვლები. დავიწყოთ ეგრეთ წოდებული უმცირესობის წევრების გამოსვლების შეფასება. მე ფიქრობ, რომ თუ ვინმეს არა მარტო ფსიქოანალიზს, არამედ ფსიქიატრიულ ანალიზს უკეთებს, ეს პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა არის და ამგვარი ფსიქიატრიული ანალიზის გამკეთებელი თქვენთვის ბატონებო ხა დარბაზში არ ბრძანდებით, რა თქმა უნდა, გახლავთ საქართველოს ხელისუფლება. და ამ ანალიზს თქვენ გიკეთებთ და მკურნალობას შესაბამისად სტაციონარის პირობებში გიტარებთ თქვენი დაარსების პირველივე დღიდან. თუ ეს მაინდა-მაინც ფსიქოანალიზებს და ფსიქიატრიულ წიაღსვლებს გვინდა ჩაუღრმავდეს, ეს ნამდვილად ასეა. თქვენ ბრძანეთ, რომ აუცილებელია მულტიპარტიული დემოკრატია, აუცილებელია ყველა პარტიას მიეცეს იმის საშუალება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მოიპოვოს გარკვეული ხმები, რაც აუცილებელია პარლამენტში შესაბამისი დეპუტაციის შემადგენლობის გაყვანისთვის. მე ამაში რა თქმა უნდა გეთანხმებით, ეს აუცილებელიც არის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადიოდეს სამართლიანობაზე, უნდა გადიოდეს კანონის უზენაესობაზე. ის რომ რეფერენდუმი ჩატარდა 2003 წლის 2 ნოემბერს, მე მგონი ეს არავისი ეჭვს არ იწვევს და თქვენი შეხვედრები, მათ შორის დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, ჩვენ თანამოქალაქეებთან, თანამემამულეებთან ამის ნათელი დასტურია. და ამ ფაქტს ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით. მაშინ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ოპოზიციაში თქვენ იყავით და მანამდე იყავით ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, ზოგიერთი რა თქმა უნდა, ამ დაბაში მსხდომი ბატონი მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი გამოეტანა სარეფერენდუმოდ. რეფერენდუმი ჩატარებული, ამას წყალი არ გაუვა. თუ გინდა თქვენ როგორმე ეს საკითხი გადაწყდეს, ეს საკითხი როგორც ბატონმა თამაზმა აღნიშნა, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმით. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, უნდა დაინიშნოს ეს რეფერენდუმი და შესაბამისი შედეგიც უნდა მივიღოთ ამ რეფერენდუმზე, რომელსაც პატივს სცემს ყველა პოლიტიკური ძალა, მაგრამ თქვენ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებთ, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ არაპოპულარული თემა. ეს კითხვა გამოტანილი სარეფერენდუმოდ განწირულია ჩასავარდნად და თქვენ საარჩევნო წელს არაფრით არ გაწყობთ.
მე საქართველოს ხელისუფლებას ნაციონალურ მოძრაობას მიმართავ, რომ ეს საკითხი იყოს გამოტანილი სარეფერენდუმოდ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ფიქრობთ აი ამ გზებით და საშუალებებით ამ საკითხის გათრევას საქართველოს პარლამენტში. რაშიც, რა თქმა უნდა, თქვენ ხელს გიწყობთ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც სრული შემადგენლობით ახლა გაბრძანებულია დარბაზიდან. არ გვინდა გნებათა ღელვა, ტანზე ტანსაცმლის შემოხევა ბატონ ლევანს და ბატონ გიორგის მიმართავ და იქ მუქარისტონით საუბარი და ყველაფერს გაარკვევს რა თქმა უნდა, პატიოსნად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. აი იქ გამოჩნდება ბატონო ლევან და ბატონო გიორგი. ვის მართლა რისი ადგილი აქვს? იქ გამოჩნდება ნამდვილად. ვის რიცი შნო აქვს, ვისი ლაზათი აქვს, იქ გამოჩნდება. ოღონდ პატიოსან, დემოკრატიულ, თავისუფალ არჩევნებში, რომელში მონაწილეობის შნო და ლაზათი თქვენ რა თქმა უნდა არ გაგაჩნიათ. იმიტომ გაჰკივით ახლა ამ ტრიბუნიდან მართლა პათეტიკურად და დაიღوارეთ აქ პათეტიკად. და იმიტომ ნიშნის მოგებით მოგმართავთ ჩვენ და ჩვენ ფრაქციას რომ თურმე ჩვენ ვართ აი ამ ალიაქოთის დამწყები ამ დარბაზში და საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა გავახმაურეთ და გავახმიანეთ ის რაც ჩვენ საზოგადოებას უნდა, რაზე ჩვენი საზოგადოება ზრუნავს და ფიქრობს, რომ კანონი უნდა იყოს უზენაესი ამ ქვეყანაში. რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება რეფერენდუმზე არ უნდა შეიცვალოს აქ პარტიული გარიგებების საფუძველზე და რომ ამბობთ დილიდან საღამომდე იმას, რომ ვიღაცას რვიანში რაღაცა უთქვია, დაასახელეთ კონკრეტულად გვარები და სახელები, ვინ რასზე გაურიგდა საქართველოს ხელისუფლებას. თუ თქვენ სადღაც ერთ ფინჯან ყავაზე ვიღაცას რაღაცა ჩასჩურჩულეთ ყურში და ეხლა გინდათ ეს გამოიტანოთ ამ ტრიბუნაზე, ეს რა თქმა უნდა არ გამოვა. პირდაპირ თქვით დაასახელეთ, ვინ რაზე ურიგდებოდა და ვინ რაზე ურიგდებოდა, ეს კარგად ჩანს იმ ხელმოწერებიდან, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. და არ გინდათ ახლა აქ ესეთი რაღაცა მგზნებარე გამოსვლები და მოწოდებები სამართლიანობისკენ. თუ არის აუცილებელი, უნდა იყოს 150 დეპუტატი საქართველოს მომავალ პარლამენტში, თუ ქართულ ხალხს უნდა იყოს 190. მადლობთ. მოგესალმებით კოლეგებო. აქ პირველ რიგში მინდა მივმართო ბატონ ლევანს, იმიტომ რომ მან ვებხვაძეს, მან მოიხსენია უმრავლესობა, როგორც უსინდისოები, იმიტომ რომ რაღაც პირობებს არ ასრულებენ და ბატონ ლევანს მე მინდა შევახსენო. უსინდისობა არის ის, სწორედ, როდესაც მათი მხრიდან წამოსული ინიციატივა 190 კაცამდე გაზრდასთან დაკავშირებით საპარლამენტო სიითის შემადგენლობის ძალიან კარგად იცის, რომ ეს მათი მხრიდან მოდიოდა ეს ინიციატივა, ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ამას ჩვენ კომპრომისის სახით დავეთანხმეთ, იმიტომ რომ ყოფილიყო მრავალპარტიული პოლიტიკური პლურალიზმი ყოფილიყო პარლამენტში, ყოფილიყო რაც შეიძლება კარგად წარმოდგენილი ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია, იმიტომ რომ რაზეც აგერ ახვლედიანი საუბრობდა, მაჟორიტარები ხშირ შემთხვევაში არიან ხოლმე ხელისუფლებიდან წარმოდგენილი და სიითის შემადგენლობით შანსი მისცემოდათ პოლიტიკურ პარტიებს გაეყვანათ უფრო მეტი დეპუტატი, შეექმნათ ფრაქციები პარლამენტში და ყოფილიყვნენ უფრო ძლიერად წარმოდგენილი საერთოდ ოპოზიციური სპექტრი საქართველოს პარლამენტში მომავალში 2012 წლის პარლამენტში, 16 წლის პარლამენტში და ყოველთვის მომავალი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში. ამ ინიციატივას ჩვენ დავთანხმდით კომპრომისის სახით. ამის შემდეგ შევქმნით საკონსტიტუციო კომისია. ამ პარლამენტში შეიქმნა უმრავლესობის ინიციატივით, უმრავლესობის უკლებლივ ყველა დეპუტატმა დააჭირა თითი ღილაკს. ამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა პალიკო კუბლაშვილი. ეს არის ჩვენი მხრიდან ბატონ ლევან პირობის არ შესრულება? ამაზე იძახით თქვენ, რომ ეს არის უსინდისობა. სინამდვილეში უსინდისობა არის ის, რასაც თქვენ არ ამბობთ, რომ თქვენი ინიციატივა იყო ეს სინამდვილეში, თქვენი მხრიდან მოდიოდა ეს შეიძლება მართებული ინიციატივაც იყო, იმიტომ რომ ოპოზიცია უფრო ძლიერად ყოფილიყო წარმოდგენილი მომავალ პარლამენტებში საქართველოში და ამის აღიარება არ გინდათ ან გეშინიათ ან გწვენიათ. კი ბატონო, არ გნებავთ, ჩვენ გადავხედავთ აუცილებლად, ახლა აი ამ გამოსვლების შემდეგ, რაც მოვისმინეთ უმცირესობის მხრიდანაც, იმ ახლად შექმნილი ფრაქციის მხრიდანაც, გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებას, რაზეც ჩვენი უმრავლესობა დაგეთანხმეთ, პოლიტიკური შეთანხმება მოხდა ორ მხარეს შორის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და შეთანხმება კი არ არის სამარცხინოს, სინამდვილეში სამარცხინო ის არის, რასაც თქვენად აკეთებთ, ეხლა რაც ხდება ამ პარლამენტში და უპირისპირდებით ისეთ საკითხზე, რაც სინამდვილეში ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდაციის ინტერესში შედიოდა. კი ბატონო, თუ არ გნებავთ, აუცილებლად ჩვენ შესაბამისად ვიმსჯელებთ უმრავლესობაში და განვიხილავთ ამ საკითხს. რაც შეეხება საარჩევნო
თემატიკას, კოლეგებო, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ის შეთანხმება, რომელიც არსებობს, ძალიან ხანგრძლივი პროცესის შედეგად მიღწეული კონსენსუსია, ამიტომ ბუნებრივია კონსენსუსი ემყარება მონაწილე პარტიების სურვილს, თუ მონაწილე პარტიებს აღარ სურს ეს შეთანხმება, ბუნებრივია მათ ვერავინ ძალას ვერ დაატანს, მაგრამ ერთი მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შეთანხმების ნებისმიერი ფორმით გადახედვა მოხდეს ასევე კონსენსუსის და შეთანხმების საფუძველზე, კომპრომისის საფუძველზე და ამის საფუძველი არ გახდეს პოლიტიკური დებატების დროს ცხელგულზე გაკეთებული განცხადება. მინდა გთხოვოთ უმრავლესობასაც და უმცირესობასაც. კიდევ ვიმეორებ, თქვენი უფლებაა გადახედოთ ან არ გადახედოთ, მაგრამ მოდით იმის გამო, რომ ეს შეთანხმება არის პოლიტიკური პროცესის შედეგი, ნუ მოხდება მისი შესაძლო რევიზირება დებატების დროს გაკეთებული ცალმხრივი და ხშირად ცხელგულზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე. უბრალოდ ეს მინდა გთხოვოთ, დანარჩენი რაც შეეხება შინაარსს და შეთანხმების ფორმას, ბუნებრივია ის მთლიანად არის დამოკიდებული პარტიებზე.